მაგრამ განსაკუთრებით ეს აღნიშნავს, რომ საკრებული იმავე დღეს ვეიწყეს პირიქით, ეს უნდა იქნეს გამოქვეყნებული, უნდა ხდებოდეს განხილვები, ჩვენ მქონდა სწავლა, რომ აი საკრებულოს წევრი უნდა მიდიოდეს და მუდმივად უნდა იცოდეს თავისი აღმოჩენები რას მოითხოვს. აი სწორედ ერთ-ერთი მხარე ესეც არის, რომ იგივე ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკრებულოს წევრები უნდა ატარებდნენ ადგილებზე განხილვებს, რომ აი ჩვენ ვღებულობთ ამ ბიუჯეტს, მოგწონთ ეს თუ არა, თქვენი მოსაზრებები როგორი არის, რა შენიშნებს წარმოადგენს. მით უმეტეს, რომ ამ კუთხით საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა, შეიძლება ბევრმაც არ იცოდეს ეს საკითხი საბიუჯეტო კოდექსთან დაკავშირებით, თქვენ იცით, ადრე მაგალითად საკრებულოს უფლება არ ქონდა ბიუჯეტი შიშცვლილება შეეტანა. მას უფლება ქონდა, რომ უარი ეთქვა, შემოიტანა ერთხელ უარს ეთქვა და დაუბრუნებდა შენიშვნებით გამგებელი შემოქონდა ბიუჯეტი, მას უფლება ქონდა არ გაეთვალისწინებინა, იგივე შემოეტანა საკრებულო ვერ შეიტანდა ცვლილებებს. დღესდღეობით უკვე ეს პრობლემა მოხსნილი არის. იმ კუთხით, რომ შემოტანილი ბიუჯეტის პროექტზე საკრებულოს უფლება აქვს უარი თქვას, გააგზავნოს შენიშვნები, დააბრუნოს და მეორეჯერ თუ შემოვიდა და იგივე თქვა და შენიშვნები არ არის გათვალისწინებული, მას უფლება აქვს უარი უთხრას ამ ბიუჯეტს და შემდეგ მიიღოს უკვე იმ შენიშვნებით ის ბიუჯეტი, რომელიც თავად ჭირდებოდა. ასე რომ ამ კუთხით მით უმეტეს მნიშვნელოვანი არის მოქალაქეებთან ურთიერთობა, იმიტომ რომ საკრებულოს წევრები ცხადია ისიც მოქალაქის ნაწილი არიან და მათ უნდა იცოდნენ მის სოფელს თუ მის აუმჩევეს რა სჭირდება ბიუჯეტში, სჭირდება თუ არა თქვა გზის გაკეთება თუ სხვა რამე სჭირდება. და ამიტომაც მისი ინტერესების გათვალისწინება მას უკვე სრული უფლება აქვს, რომ არა მარტო შენიშვნები გააკეთოს ამაზე, არამედ მომავალში თუ თქვა აღმასრულებელმა ორგანომ ეს არ გაითვალისწინა, უფლება აქვს, რომ თავად მიიღოს ამ შენიშვნებით ეს ბიუჯეტი. ანუ რეალურად ჩვენ შეიძლება ურჩიოთ ბატონ სანდრო თქვენი მოსაზრებების გარდა, რომ 15 ნოემბერი აიღონ ჩვენმა მოქალაქეებმა როგორც ასე თქვა ის დღე, როცა შეუძლიათ უკვე საკრებულოს მიმართონ და მოითხოვონ ოფიციალურად ინიცირებული ბიუჯეტის პროექტის გაცნობა, რაც მისცემს ჩვენს მოქალაქეებს უკვე ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში მონაწილეობის რეალურ ქმედით საშუალებას. მე ჩემი მხრიდან თქვენი ნებართვით დავამატებდი, რომ იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება აღმოჩნდეს სიტუაცია, რომ დაუმალოს ან საკრებულომ ამ სხვა თანამდებობის პირობად. ეს არის კანონის ძალიან უხეში დარღვევა. და ეს არის კანონის უხეში დარღვევა, მაგრამ თეორიულად შეიძლება ესე მოხდეს, ან უთხრას, თქვა, აი გამოქვეყნდება ადგილობრივ პრესაში და დაილოდე და იქიდან მიიღება ამას, თუმცა მინდა უთხრა, რომ ეს იქნება კანონის მართლა ძალიან უხეში დარღვევა. ამ შემთხვევაში შეიძლება თქვა, რომ ასეთი მოწოდებაც გავაკეთეთ, რომ რახან ყველა სამართლებრივი აქტი, რომელიც კი ნორმატიული ხასიათისა, თავს იყრებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი აქტების რეესტრის სამსახურში დაინტერესებულ მოქალაქეებს, ისე როგორც დაინტერესებულ იურიდიულ და პირებს შეუძლიათ ეს ინფორმაცია გამოითხოვონ იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი აქტების რეესტრის სამსახურიდან ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში იცოდნენ რა დამტკიცდა და რა თანხმობით დაიხარჯეს კონკრეტულად მომდევნო კალენდარული წლის განმავლობაში. კი ბატონო, ახლა ამ თემას შევეხეთ, მინდა ერთი ასეთი პრობლემაც თქვა, რომელიც აი სწორედ ამ გამოქვეყნებას ეხება იგივე იუსტიციის სამინისტროსთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ ნორმატიული აქტების კანონში შეტანილი იქნა ცვლილება და თვითმმართველობის აქტები უკვე სავალდებულო, ანუ გამოქვეყნებად ითვლება მისი საკანონმდებლო მასალაში გამოქვეყნება. ამოქმედებად ითვლება გამოქვეყნება. ამოქმედებად, როცა გამოქვეყნება ის. ნუ ერთი მხრივ რა თქმა უნდა, კარგი არის, ჩვენ უკვე აღარ ველოდებით და აღარ ვმარჩიელობთ კედელზე, რომელიც დღეს გააკრეს ესა თუ ის აქტი. ანუ ვიცით, რომ საკანონმდებლო მასალაში გამოქვეყნდა, მაგრამ ამ მეორე პრობლემა დგება, რასაც თვითმმართველობები ახლა ხანს გქონდა ჩვენ შეხვედრები თვითმმართველობის წარმომადგენლებთან დააყენეს ეს საკითხი. რაც უკავშირდება ასე ვთქვათ ფინანსების გადახდა. თქვენ იცით, რომ მოცემული არის ის ტარიფი რა ღირს საკანონმდებლო მასალაში ნორმატიული აქტის გამოქვეყნება და საკმაოდ სოლიდური თანხები არის. მაგალითად, აქ არის 1-დან 10 გვერდამდე ეს არის თუ არ ვცდები 20 ლარი, 11-დან 50 გვერდამდე ეს არის 15 ლარი. თითოეული გვარი ახლა მეორე ერთი მხარე არის, ახლა ერთი რო ვთქვათ, რომ ახლა ერთბაშად კი მარა რა გაუჭირდათ ამისთან, რომ ამ ფულს ვერ იხდიან. კი ბატონო, მაგრამ ახლა წარმოვიდგინოთ, თქვათ გადაიხადეს ეს ფული საკანონმდებლო მაცნე. რა ეღირება თქვენი საზრით? მე მაქვს საკანონმდებლო მაცნე გამოწერილი და ვიხდი 50 ლარს ყოველ თვიურად. ყოველთვიურად 50, აი მოქალაქემ როგორ უნდა ნახოს და როგორ მიიღებს ის ინფორმაციას საკანონმდებლო, მით უმეტეს თქვენ წარმოვიდგინეთ, რომ აქამდე საკანონმდებლო მასალაში მოცემული იყო მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო სამინისტროების პრეზიდენტის ბრძანებული კანონები, დღეს ამას დაემატება თვითმმართველობის ნორმატიული აქტებიც. 65 თვითმმართველი ერთეულმა თვითონ თვეში რომ 5
5 გვერდიანი აქტიც რომ მიიღოს, ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 325 გვერდიანი რაღაცა ტომი უნდა გამოიყენოს. საკანონმდებლო მაცნესთან დაკავშირებით მე ძალიან ხომაგი ვარ საკანონმდებლო მაცნეს, იმიტომ რომ ეს არის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გაზეთი, ტელემაყურებლობის საკანონმდებლო მაცნეს არის იურისტების გაზეთი, ასევე ეძახით ჩვენ და თუ გინდათ ინფორმაცია მივიღოთ ახალი კანონების ან კანონქვემდებარე აქტების თაობაზე უნდა გამოიწეროთ საკანონმდებლო მაცნე, მაგრამ მე მაქვს ინფორმაცია ბატონ სანდრო, რომ ახალი წლიდან გადადიან ელექტრონულ სისტემაზე, ნაბიჯი პროდუქციიდან, რაც იმედია გააიაფებს, გაამარტივებს და უფრო ხელმისაწვდომს გახდეს თვითმმართველობის ორგანოებისათვის საკანონმდებლო მაცნეს. მე მეორესი მეშინია, რომ თუ ეს დამცავი მექანიზმი სადღაც გამოქვეყნების ამოღებული იქნა და მარტო ადგილობრივ პრესაში დავტოვეთ გამოქვეყნების უფლება, თავნებობის და კანონდარღვევების მაგალითები იმრავლებს, ამიტომაც გამოქვეყნების ადგილი, სადაც ყველა მოქალაქეს გვეცოდინება, რომ არსებობს ხარაგაულის, თერჯოლის, თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდის, ახალქალაქის, ლაგოდეხის სამართლებრივად მე მგონი ცუდი არ არის, თუ თქვენ თვლით რომ ეს მაგრამ ეს ალბათ უფრო სწორი იქნებოდა, თქო, ყოფილიყო იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნება ითვლებოდეს. კი, შეიძლება ეს უფრო ხელმისაწვდომიც იქნება, გარდა ამისა მისი გამოყენებას ბევრად უფრო იულიანის ვიდრე ტომებში ქეკლა, ამა თუ იმ ჩხოროწყუ იქნება თეთრალმა როდის მიიღო. მე ორივეს ვიტყოდი ბატონ სანდრო, რატო იცით რომ ელექტრონულ ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება ადვილად ექვემდებარება ცვლილებას და მე ძალიან ძნელია დაამტკიცო იყო თუ არა ეს სამართლებრივი მექანიზმები არსებობს. იგივე შეიძლება ხალხზეც თქვა. ხალხზე შეიძლება ბევრად უფრო იოლად მისი გასწორებას, გადასწორებას და ასე შემდეგ, ასე რომ კეთილი, ჩვენ საუბრობდით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში საქართველოს მოქალაქეების ჩართულობაზე, მათ უფლებებზე, კონკრეტულ უფლებებზე, როგორ შეუძლიათ მათ მონაწილეობა მიიღონ, ინფორმაცია მიიღონ, პეტიცია შეიტანონ, ანგარიში მოითხოვონ, ღია სტომას დაესწრონ, ჩემი სტუმარი იყო ბატონი სანდრო სვანიშვილი, ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, ჩვენ გავაგრძელებთ გადაცემას საკანონმდებლო სიახლეებით. მოქალაქეთა საყურადღებოდ პირებმა რომლებმაც 2009 წლის 15 ივნისამდე ჩაიდინეთ ესა თუ ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და რომელთა მიმართაც 2010 წლის 16 ივნისამდე არ აღსრულებულა სახდელი. თქვენ კანონის ძალით გათავისუფლებული ხართ ადმინისტრაციული სახდელისგან. სახდელის სახით თქვენ ან თქვენ კომპანია შეიძლება შეფარდებული გქონდეთ. გაფრთხილება, ჯარიმა, იმ საგნის სასყიდლით ან უსასყიდლოდ ჩამორთმევა, რომელიც სამართალდარღვევის ჩადენის იარაღს უშუალოდ ობიექტს ან საბაჟო წესების დარღვევის საგანს საქონლის ტრანსპორტირებასა და მიწოდების საშუალებას წარმოადგენდა. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევა, გამასწორებელი სამუშაოები და ბოლოს ადმინისტრაციული პატიმრობა. ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება არ შეეხოთ შემდეგი საქმიანობისთვის სახდელდადებულ პირებს. ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლებს, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დამთვესველებსა და მომყვანებს, ზღვის დამბიძურებლებს, დიდი ტევადობის წყლის სატრანსპორტო საშუალებით კანონმდებლობის დარღვევით თევზის მომპოვებლებს, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე მომუშავეებს, კონტინენტური შელფის და ტერიტორიული წყლების დამღოებს, სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მმართველ მძღოლებს, დაწესებულ ნორმაზე ზევით ხელბარგის გადამზიდველებს, კვების პროდუქტების უკანონო მწარმოებლებს, ფალსიფიცირებული ან მავნე ალკოჰოლიანი სასმელების რეალიზატორებს, მოქალაქეებო და იურიდიულო პირებო. სააღსრულებელ დაწესებულებებს აღარ აქვთ უფლება მოგთხოვონ დაკისრებული სახდელის აღსრულება, თუ თქვენ არ წარმოადგენთ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე საქმიანობისთვის სახდელდადებულ პირს. კანონი ხალხისათვის გემშვიდობებად, ჩვენ ეთერში მომავალ კვირას დავბრუნდებით.